2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება ყველაზე ადრე საქართველოს ხელბურთელთა 13 წლამდე ნაკრებმა დაიწყო. ახალგაზრდა ხელბურთელებმა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე დაიწყეს ვარჯიში. საქართველოს ხელბურთის 13 წლამდე ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან. ორი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ხელბურთელები დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მზადების მეორე ეტაპს გაივლიან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ესეთი ტიპის შეკრების ჩატარება, რათა რაღაცნაირად შეგვეკრა პირველი გუნდი. ფორმირება გაგვეკეთებია ნაკრები გუნდისათვის, როგორც გოგონათა ისე ვაჟთა შორის. საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალგაზრდა სპორტსმენების ოლიმპიური ფესტივალისთვის მომზადება 2010 წელს დაიწყო. ხელბურთელები მზადების 5 ეტაპს გაივლიან. დღეს დუშეთში მათ ვარჯიშს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ზაზა გოდაბრელიძეც დაესწრო. ხელბურთის ფედერაციის არჩევნები 10 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება. რაღაცა ბირთვი არის და აქედან შეიძლება გუნდის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში ეს არის ის პირველი შტაბ-ეჭდილება, რაც ამ რამოდენიმე წუთის შემდეგ დაგვრჩა აქ. დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე დაახლოებით 40-მდე სპორტსმენი ვარჯიშობს, რომლებსაც ფინანსურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გვერდში უდგას. დავიწყეთ შერჩევა ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად და ეროვნულ ფედერაციებთან ერთად იმ პერსპექტიული ტალანტი ბავშვების, რომლებიც ზუსტად 2015 წლისთვის იქნებიან იმ ასაკის ბავშვები, რომელმაც საქართველოს ღირსება უნდა დაიცვან. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2015 წელს თბილისში გასამართ ოლიმპიური ფესტივალის სპორტულ დირექტორად ცნობილი ქართველი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი დაინიშნა. მიზანმიმართულად დავიწყეთ პროგრამა 2015-ის და ეს არის პირველი შეკრება, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ფედერაციებთან, იმ ფედერაციებთან, რომლებიც იღებულობენ მონაწილეობას 2015-ში თბილისის ევროპის ოლიმპიადაზე. შეიქმნა, როგორც ხედავთ, ხელბურთში, ასევე ფრენბურთში, კალათბურთში ასაკობრივი ნაკრებები. ეს არის 1999-2000 წლებში დაბადებული ბავშვები, რომლებიც უკვე 2015 წელს იქნებიან 15-16 წლისები. ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი გოდაბრელიძის ოფიციალურად არჩევის შემდეგ იგი საზღვარგარეთ გაემგზავრება და ქართული ხელბურთის განვითარებისთვის სხვადასხვა უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს გაივლის. რის შემდეგაც ოლიმპიური ფესტივალის მზადების მესამე ეტაპი დაიგეგმება.